დაახლოებით დილით 9-ის ნახევარზე Facebook-ზე გამოაქვეყნა ნანუკას ფონდის დამფუძნებელმა ნანუკა ჟორჟოლიანმა სტატუსი, სადაც დაწერა, რომ მასთან სახლში მივიდნენ ჩხრეკაზე და მასთან ერთად ფონდის სხვა დამფუძნებლებთანაც. მალევე მან Facebook-ზე ჩართო ლაივი, სადაც აჩვენებდა სიტუაციას მასთან სახლში, სადაც ჩანან პროკურატურის თანამშრომლები. ისინი მოუწოდებენ ნანუკა ჟორჟოლიანს, ვიდეოში ისმის, რომ გათიშოს ლაივი, რაზეც ნანუკა ჟორჟოლიანი პასუხობს, რომ მას აქვს უფლება ჰქონდეს ჩართული ლაივი Facebook-ზე. ამავდროულად დაახლოებით რამდენიმე წუთის შემდგომ ჩაირთო Facebook-ზე ლაივი აქტივისტის მარიამ ბაჯელიძის, რომლის სახლშიც ასევე მივიდნენ სამართალდამცველები და ასევე განაცხადეს, რომ მოსამართლის განჩინების საფუძველზე მივიდნენ მათთან. რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა Facebook-ზე ლაივი სტრიმი, თუმცა შემდგომ გაითიშა, სავარაუდოდ ტელეფონები მათ ჩამოართვეს. ტელეკომპანია ფორმულას ცნობით მარიამ ბაჯელიძეს უთხრეს, რომ მოსამართლის განჩინებაში გმითთებულია სისხლის სამართლის 318 და 319 მუხლები. 318 მუხლი გულისხმობს საბოტაჟს, 319 კი უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას. ასევე ინტერპრეს ნიუსი ავრცელებს, ახალგან გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ასევე ჩხრეკა ჩატარდა ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორის ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ სახლში. სახლის ჩხრეკამდე პროკურატურის თანამშრომლებმა ალეკო ცქიტიშვილს ჯერ ის სახლთან შეაჩერეს, როგორც ინტერპრეს ნიუსი უწყება და ჩამოართვეს მას ტელეფონი. ასეთი ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა თავად სხვაგან ინფორმაცია ალეკო ცქიტიშვილის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა. სულ რამდენიმე წუთის წინ ნანუკა ჟორჟოლიანის Facebook გვერდზე კიდევ ახალი სტატუსი გამოქვეყნდა, სადაც ის ადასტურებს, რომ მას ჩამოართვეს ტელეფონი. 9 საათი არ იყო, რომ მოვიდნენ, დაახლოებით 10 კაცი არის მისული, როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, ზოგი ფორმით, ზოგი უფორმოთ და ჯერჯერობით საბუთებს ავსებენ და ჩხრეკას მალე დაიწყება, დაწერა რამდენიმე წუთის წინ ნანუკა ჟორჟოლიანმა. ცნობისთვის 17 მარტს საქართველოში დააყადაღეს ფონდები, რომლებიც აქციის დაჯარიმებულ მონაწილეებს ეხმარებოდნენ და ასევე სხვადასხვა საჭიროების მქონე მოქალაქეებს. ნანუკას ფონდის გარდა დააყადაღებული არის საქველმოქმედო ფონდი პროსპერიტი, საქველმოქმედო ფონდი ერთმანეთისთვის 24/7-ზე, არასამთავრობო ორგანიზაცია სირცხვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. პროკურატურა მაშინ წერდა, რომ განხორციელდა იმ იურიდიული და ფიზიკური პირების საბანკო ტრანზაქციების დეტალური შესწავლა, რომელთა მიმართაც არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ახორციელებდნენ სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო და ცალკეულ შემთხვევებში დანაშაულებრივი ქმედებების მატერიალურ მხარდაჭერას.